ყველაზე დატვირთული ტურისტული სეზონი იწყება. ახალი ავიაკომპანიები ფრენების გაზრდილი სიხშირე და უცხოელი ვიზიტორების მზარდი დინამიკა. სექტორი ზაფხულის სეზონს ოპტიმისტური მოლოდინებით ხვდება. უკვე იგრძნობა წლის განმავლობაში ჩატარებული მარკეტინგული კამპანიების გავლენას ტურისტული ნაკადები მზარდია ყველა იმ ქვეყნიდან, სადაც საქართველოს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობდა. რამდენად მომზადებული ხვდება ტურისტული სექტორი ყველაზე ცხელ სეზონს. მარიამ ბერძენიშვილი გიამბობთ. საქართველოში ზაფხულის ტურისტული სეზონი უკვე აქტიურ ფაზაში შედის. მარტი-აპრილის კლების შემდეგ დარგი ეტაპობრივად გააქტიურდა. ქვეყანაში ტურისტების სიმრავლეც იგრძნობა. კერძო სექტორში აღნიშნავენ, რომ სასტუმროების დატვირთვა გაიზარდა და წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით ჯავშნების რაოდენობა მნიშვნელოვნადაა მომატებული, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში. ყველაზე დიდი მოთხოვნა ევროპელი და ჩინელი მოგზაურების მხრიდან მოდის. ასევე მზარდია ტურისტული ნაკადები მეზობელი და სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან. ჩვენ გვყავს სტაბილური ბაზრები, ევროპის მასშტაბით ეს არის პოლონეთი, საფრანგეთი, გერმანია და იტალია. ასევე არის კრიტიკულად სწრაფად მზარდი ბაზარი, მოიხსენოთ ეს არის ჩინეთის მიმართულება. მოლოდინი არის შემდეგნაირი, რომ წინა წელთან შედარებით ყველა სასტუმროში გვექნება 7-დან 12%-მდე ზრდა. იქნება გამორჩეული რეგიონები, როგორც აღნიშნე, ეს იქნება თბილისი, ახალციხე და წყალტუბო, ეხლა ჩვენი სასტუმროებიდან, სადაც დავაფიქსირებთ 20-25%-იან ზრდას. თუ ამ დინამიკით გაგრძელდა სიტუაცია. მაღალი სეზონი ჩვენ დავიწყეთ ფაქტიურად 2026 წლის აპრილის თვიდან, რამაც მიაღწია დაახლოებით 90-92%-საც კი. მას მერე ამ დატვირთულობას ვინარჩუნებთ და იმედი გვაქვს, რომ ოქტომბრის ბოლომდე ალბათ გვექნება აღნიშნული ციფრები. მოლოდინები გვაქვს საკმაოდ დამაიმედებელი, გამომდინარე იმ წინასწარი რეზერვაციების, იმ ტენდენციების, რაც არსებობს დღეს საქართველოში ჩვენ სფეროში, ჰოსპიტალითი მიმართულებით. ძირითადად ვიზიტორები გვყავს ევროპიდან, მეზობელი ქვეყნებიდან, ახლო აღმოსავლეთიდან. გაზრდილი რეისები და ახალი ავიაკომპანიები ქართულ ბაზარზე. ეს ის მთავარი გასაღებია, რომელმაც ზაფხულის ტურისტული სეზონის წარმატება უნდა უზრუნველყოს. მთავრობის ეკონომიკურ გუნდში აღნიშნავენ, რომ ზრდა ფიქსირდება ყველა მთავარი ტურისტული მიმართულებიდან. 2026 წლის 5 თვის განმავლობაში საქართველოსა და ევროპას შორის თითქმის მილიონი მგზავრის გადაყვანა მოხდა, რაც 2025 წლის მონაცემებს 18%-ით აღემატება. გარდა ამისა მნიშვნელოვანი მატებაა ახალი ბაზრებიდან, მაგალითად, როგორიცაა ჩინეთი. 15 ივლისს უკვე შანხაი, თბილისი, შანხაის მიმართულებით ახალი რეისი დაემატება და ვფიქრობთ, რომ ეს საგრძნობლად შეუწყობს ზაფხულის ტურისტული სეზონის ზრდას ხელს. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სასტუმროების დატვირთულობის თვალსაზრისით საკმაოდ მაღალია და ვფიქრობთ, რომ ციფრებით დაადასტურებს იმას, რომ საკმაოდ წარმატებული ზაფხულის სეზონი გვექნება. ზაფხულის სანავიგაციო სეზონს შევხვდით მზად და შესაბამისად ამ მიმართულებით 20 ავიაკომპანია ასრულებს 46 მიმართულებით რეისებს. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ 2026 წლის განმავლობაში გვექნება ბევრად უფრო მეტი მომართვიანობა და დაკავშირებადობა ევროპის მიმართულებასთან, რაც ჩვენთვის რა თქმა უნდა სტრატეგიული მნიშვნელობის არის. ტურიზმის სექტორში მოლოდინი აქვთ, რომ წლევანდელი ზაფხულის სეზონი გაცილებით უკეთესი იქნება ვიდრე გასული წელი, რაზეც, როგორც თავად ამბობენ, გაზრდილი ჯავშნების რაოდენობა მიუთითებს. ზაფხულის სანავიგაციო სეზონის პიკურ პერიოდში საქართველოსა და ევროპას შორის ფრენებს ერთი ქართული და 19 ევროპული ავიაკომპანია 46 საჰაერო ხაზზე კვირაში დაახლოებით 170-175 სიხშირით შეასრულებს.